მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გახლავართ რეაქტიული პოეტები. ბატონი ვასიკო ჭყვიშელი და არაჩვეულებრივი ივანე კლდისელი. დიდი მადლობა რომ გვისმენთ. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ძალიან საინტერესო აქტუალურ თემატიკაზე არსებულ ლექსს. რეაქტიულ პოეზიას. მაშასე ვიწყებთ. გეპეი აღარ ერთიანდება, ლექტურა დარჩა ისევ ბებია. ლადო კახაძის კატამარანი თურმე აისბერგს შეჯახებია. არაჩვეულებრივია ბატონო კლდისელი. სალამ თქვენ გააგზავნეთ კიდე ერთ ვიტყვი. თეთრი კაფჩა, ზღვის პუდელი, შავი ლომი სხივოსანი, რაღაც ბრძნულის თქმას აპირეს ქალბატონი წილოსანი. ბრავო. არაჩვეულებრივი იყო. ბატონო კლდისელი მე მინდა შევეხო ავტომობილების შეზღუდვას, ანუ ძალიან საინტერესოა. ავტომობილი თუ მაგალითად 6 წელზე მეტი ხნის არის არ შეგიძლია შემოიყვანო და აი ესე უცებ მოვიდა ეს რეაქტიული. 7 წლის თუა მანქანა, იმას რა უნდა აქანა. ესეთი უსწრაფესი ეხლანდელი. შესანიშნავია. 6 წლიანი მანქანით თუ ცუდია მგზავრობა, 2012 წლის რაღაცა უყავს მთავრობა. ჩემო კარგო ქვეყანა, ვინ არის გაგართეთ? აწყო ხო არ გივარგა, მომავალი წაგართვეს. ძალიან საინტერესო. აი ბოლოს წაგართვეს. ყაველაშვილს რომ არავინ ხვდება? მოგუშული აქვს სახე გერივით, გზააბნეული და მოდიალობს ყველგან ინდუსი კურიერივით. ეს ზარქუაზე მაქვს ესეთი ლექსი. ზარქუაზე ძალიან საინტერესოა. მონაკოს ქუჩებს სტკეპნიდა, ნაბიჯი ჰქონდა ჩქარივით, ოდნავ თმაშეთხელებული შავი ვალეტი ჯვარებით. შესანიშნავია. როცა მიწევს ჩემი გულის დარდები, გულს მიმშვიდებს პაპუაშვილის წარბები. არაჩვეულებრივი. ხალხი წვალობს, ჩინოვნიკი დღემდე ცხოვრობს ფუფუნებით. ევროპისკენ მიმავალი გზა ჩაგვიკეტეს ურდულებით. ბიუჯეტის მთავრობა გვყავს დაჭერილი დუნდულებით, განაჩქარობს ნელაშვრება რუდუნებით. შესანიშნავი დასასრული ქონდა. რუდუნებით, ასე შეიძლება. სწრაფადაც შეიძლება. ან შეიძლება რუდუ. გენიალური პოეტი ხარ. დიახ. ბატონო ვასილ. დიახ. გავაგზელო? გაგზელეთ, მე გისმენთ გულდასმით. ოპოზიცია არ აკავს ცუდი, მაგრამ ქებითაც ცამდი არ ამყავს. ოპოზიცია რაზე გავლანძღო? ოპოზიცია ვაფშე არ აკავს. მართალია. რეალობა. რაც არ არის, იმას ვერ რა თქმა უნდა. რია. 1000-ად იმედი ფასობს 50-ად ნაცები. სამლარ ნახევრად ავყარეთ გუშინ ხვართალა ნაშები. კვერცხზე კი არა ბოზებზეც მაგრა დაეცა ფასები. ადანდალი დანდალია, თავრობა სულ მართალია. ჩანგალია, იმედი სულ მართალია. ზანზალია, ტროლბოტებიც მართალია, ვისაც გონიათ კვერცხით მოგთაფლეთ. თქვენი მართალი დედა მოვტაფე. მოვტაპ. შესანიშნავია. ევროპაში რომ ჩავედი მოვიმარჯვე მარაო, კაცი კაცს უნდა უყვარდეს და არა მთელი ფარაო. სიმღერითაც შეიძლება ეს ბატონობა რომ ევროპაში როცა წავალ, სქესი მუდამ უნდა ვცვალო, დარეკვისას შვილებს ვეტყვი ზუკა დედა გენაცვალოს. არაჩვეულებრივია. ევროპაში ძიმედ გასააზრებელია, მაგრამ საინტერესო. კაცი კი ვარ, მაგრამ სურსრობ ჩემს ერს ბიჭი გაუჩინო. აქეთ მკერჩი ლატე მქონდეს, აქეთ მკერჩი კაპუჩინო. შესანიშნავი მიგნება, შესანიშნავი. ბოლოსკენ ერთი ძალიან ლამაზი ლექსით მინდა დავაგვირგვინოთ დღევანდელი ჩვენი საღამო, ბატონო ვასი. დააგვირგვინეთ. იმერელ ძმაკაც თუ დაუჯერებთ, უყვართ შავები, განაქერები, ევროპაშია გეიკერები, რა ვარც კი ჩახვალ დეიკერები. შეგენაცვალე ბატონო ბანო. ძალიან დიდი მადლობა ეს გახდათ რეაქტიული პოეზია ძვირფასო ტელემაყურებლო. ჩვენ კიდევ მალე შევხვდებით, ნახვამდის. ღმერთო ჩემო რა დავწერი არ იწვის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.